დღეს. შენი ყავი ბიჭო? ვი ვაფშე? შენი ყავი? აუ, შენი ყავი? აუ, მე გუგა. აუ, არ ყოფილად, არა, აუ, შენი არ გუგო, რა, გეხოც. ძრობას გაბ. მოდი, მოგიხარ. არ. ვის არ უწევი? გუგა, დინათი. ახლა მე ვეღარაფერს ვეღარ მომწყვარი შე. გამისაბრე, ძრობას გაბიცე, ფეი დაგწვა. რუსტავიორის პირდაპირ ეთერშია ჰაუსის ლაივი. უნდა მოვიწვიოთ ჰაუსელები. ჯავახა, მარიამი, ლევუ, ქუთაისელები, ორი მუზა და ჩვენი დღევანდელი სამი აუთსაიდერი. ლორენცო მონდო, გიორგი პარიზი. სულ შემოსულია 66,494 ხმა. ამ ხმების 69% მიიღო ერთ-ერთმა აუთსაიდერმა. და მაყურებლის რჩეული გახდა ლორენცო. შენ გახდი მაყურებლის რჩეული. და პროექტის გადაწყვეტილებით ჰაუსში ბრუნდება ბონდო. დან. კიდევ ერთხელ გავხდი ხმის ლიდერი, აწუკვე რეკორდით. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი როგორ მიყვარხარ თუცი? მთელი საქართველო მიყვარხარ. აში ლორენცოს ფალებს. მთელი საქართველო მიყვარხარ. ყველა კუთხე მიყვარს, დედას გეფიცები, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ. გულშემატკივრობა, სიყვარული და რასაც მიგზავნით, აი დედას გეფიცები შეუძლებელი არის. ეხლა ეს ყველაფერი ემოციებით გადმოვცა. ვიცი რომ გაგიხარდათ, ჩემი აქ დაბრუნება, აქ ყოფნა. სტეიკოლ სახებზე ეთყობათ. მოწყენილი სახებზე ეთყობათ. ბონდო ხულერი სახებზე დაბრუნდა. სახებზე ეთყობათ როგორ გაუხარდათ მე გოლით და სულით გამიხარდა მე. როგორ ეთყობათ ჩვენ ძვირფას მონაწილეებს. მე გამიხარდა ეთყობათ ეს ყველაფერი. კარგი. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მონაწილეებო კოალიციას განსაკუთრებით. გაიხარეთ. როდესაც ჰაუსის გარეთ ამდენი ადამიანი სიყვარულს გიგზავნის, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს რომ მოვდუნდე. გილოცავ შემოზმო. ერთი ლორენსო არ ვყავს, ახლა ვყავს ორი ლორენსო. ერთი პატენტი, ერთი ორიგინალი. რომელიც გინდა? გილოცავ, აბა მე რა უნდა გითხრა? მადლობა გადაუხადე ჩვენს ძვირფას გულშემატკივარს, ესე რომ გვერდში გიდგას სრულიად საქართველოს. მადლობა უნდა გადაუხადო ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ რასაც შენი გულშემატკივარი შენთვის აკეთებს, რასაც შენი გულშემატკივარი არ ვიცი სიყვარულს გიგზავნის, ხო? ეს ყველაფერი არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს. გევიგეო. ასე რომ სტეიკჰოლდ მიყვარხართ ყველა. გაბედნიერება, ინატრო და თან ვინ? ლორენსო და თან ერთი კერა. ორი. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ბატონ ბონდოს რეაქციებს. რაზე უნდა გავრეკო? რომელსაც არ გაუხარდა გულსπელად თქვათ ეს ყველაფერი. არ გაგიხარდა. სად შეატყდა აი ეს ადამიანი არ იყო ის ადამიანი, რომელიც იცავდა ეს ლანძღვა დავიწყე. შენაი ის ადამიანი, რომელიც იზახდა ესეთ რაღაცას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვისო, ყველანაირი ტიპის პროვოკაციაზე ვარ წამსვლელი, რომ შენ პროექტი დაგატოვებინა. ლორენსო, ნახე. ეს ყველაფერი სტრიმზე არის. სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს. დღეს 24 საათი გაქვს. სიკეთე ყოველთვის. შენ ამბობ, შენ ხარ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს. აი 5 წუთსაც ავიღებ ხარ, როდესაც აი ბოროტება რაც გაქვს, ხო? იმას კიდევ ერთხელ. ამოგიღებ მაგულიდან, როგორ შენი ვეხე. აი ცოტა როგორ ლორენსო. აბა როგორ ლორენსო. აბა დიდი. მოდი.
მოსწავლე, შეგო მოსწავლე. გეუნებ გარეკავს. გაექსა. გაიგდა, უკვე ბიჭო, გამიხარდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. გულშემატკივრობისთვის. არა. წარმოწევს გისურვებ. Stay hold. ამ ადამიანს ჭირდება სერიოზული დახმარება და ჰაუსში შემოიყვანეთ სპეციალისტი, რომელიც დაეხმარება. მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მოკლედ, გამარჯვების აღნიშვნა მიწევს სრულიად მარტოს. რას ვიზავთ? ლორენცო არა ხარ მაგარი. ვის დაუძახე რა? ეხლა შეგვიძლია Queen-ის გენიალური სიმღერით შემოგთავაზოთ Freedom. We are the champions, my friend. ამ შესანიშნავ We'll keep on fighting to the end. დაბუნებულები და I am the champion. I am the champion. ოჩახ, კარგია. No time to დამალახი ხელები. ალი გაასწორე. We are the champions. მალე ეს ბიჭი დაიხოცება კარგად. ამას უყურებ რა. ვინა ეგ? ამას უყურებ რა, რანაირად გვითვალთვალებს ვიყურებს რა. რას გვითვალთვალ? ატრიალდი იქ. აი, მეგება აქეთ რაღაცა მინდა ჩემსამზარეულოში რაც. აცი, შენაწმენია ჩემს მაგას? ეს იყო ბიჭო? არა, მაგაწმენია. ვიყურებს და ატრიალდი იქ. აი, შენ იყავი ბიჭო? ვაფშე აუ, შენ იყავ. მე გუკა. აუ, არ ყოფილა, არა, არა, ძმაო. ის ნახე ვაფშე რა. არა, ძმა. იქ აუ, შენ არ გუკო, რა, გეხოც, ძრობას გაბ. ბოდიში მოგიხარ. არა, შევრიგდე. არ ურიგდები? ვის არ ურიგდები? ძრობას გაბიცე. გუკა, დინადი, გამიშვი. დინადი. აი, რა იყო შენ საფერიცი გაჯიუტება. ხო, ეგ გიჟია. დინადი გამის. აი, შენ მაინც დამშვი, ეგ აი სულელი არის და ვერ ვაჩერებ, მაგრამ შენ ხო უნდა ახლა კამერა. გამიშვი, ძალიან ხო გამიშვი, დინადი. მომკიდე გოგ ხელი უფრო. გუგა, გამიშვი. უთხარი რომ ანერვიულებული იყავი. მე გადმოვდგი ისევ ნაბიჯი, ხო ხედა. შევრიგდეთ, მაო ჩავარტყათ მაგაცური ხელი გინდა? რა გავაკეთე? ახლა მე ვეღარაფერს ვეღარ მომთხოვ პასუხს. მე გაჭედით მომას. რა გინდა? რა შანსე ძებიძი? შენ თუ რა გი? გაჭე გუგანი. გაბიცებოლა. გაჭე. კიდე უარი. აუ, ხოხე. გეხოცე. გაიგრა მე მეცი პატი. ორი რაღაცა უშანსე ძებ შენ. შანს გადამკიდებ ახლა შანს მე შენ. გამისაბრი, აი ძობას გაბიცე ფეი. გაჭედით მომას გაბიცე. რა გინდა? შანსე ძებიძია შენ? გატრიალდი ახლა იქ. გადის ბობას გეხვეწები, მე მეც პატი გუგა. ხო. კიდე ლაპარაკო. თინათი. გამიშვი, გოგო, გოგო, ნახე რა უძობას. თინათი. მომიჭირე გოგო, ხელი უფ. სად მომიჭირო და გაგიწყებია ერთმანეთს. თინათი. გამიშვი, არ შევიდე, ერთ შემარ. წადი, არა, არ წახვიდე. მე არ წა ესე მარტივად საიქცევა ბონდები. რა ვიზვაო? ისო. როგორ? პარიზმა აიღო პარიზი, რომელიც 4 კვირა პროსტო ხის ფუნქციას ასრულებდა. აიღო 13% და 17% შენ აიღე. მე ღმერთ ძალიან დიდი მადლობა რაც ავიღე ლორენცო. არა, ისე იმუქრებოდი, ისო. ბონდო ვითომ აქტიური მონაწილე არის, რომელსაც საკუთარი თავი ეგონა, რომ არის ძლიერი მონაწილე, მაგრამ ბონდომ და ბატონმა გიორგი პარიზმა თითქმის ერთნაირი ხმები აიღეს. ორი ტიპის ინფლუენსი არსებობს. წინ ბევრი დრო გვაქვს. კი ბატონო, მაგრამ ორი ტიპის ინფლუენსი არსებობს. როდესაც ხალხი გისმენს და როდესაც ხალხი შენზე кайფობს. მიხდი? ხო, ვინც кайფობს, იმან მომცახმა ესე. კი, ფაქტიურად ეგრე გამოვიდა. ამ შემთხვევაში ბონდო შენზე кайფობენ
და ის ყველაფერი, რაც შენ გეგონა და რა ტიპის წარმოდგენებით საკუთარ თავზე ქონდა, რომელიც იყო ნარცისული, რაც გულისხმობს, რომ აი მე შემომხედეთ ბონდო მამულაძეს. ცოტა თავმდაბლობა მეგობარო? აი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არა, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება მაქვს გავსი ტიპის კომენტარის გაკეთების, როდესაც ხალხზე манипуლირებდი და ატყუებდი და ჩემგან გამოყავდა ბოროტი რაღაც ადამიანი. შენგან ბოროტი. კი, ბოროტი გამოყავდი, კი და სინამდვილეში გამოჩნდა პარიზმა აიღო 13%, შენ აიღე 17%. და ვარ პროექტში. ხო, ნუ ლორენსოს მათემატიკა ნამდვილად ნასწავლია, ხაშხად პლუს მინუს სამეკანია იცის. და ესე კაპიკებივით ითვლის. ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოვიდა კიდე კაპიკებშია ჩარჩენილი რა გავაკეთოთ. კი გეგონა სახში გაგიშვებდი, მაგრამ ხო, მე არ მეგონა, ვის ეგონა რომ შენ სახში გაგიშვებდნენ, არა? ხალხი შენზე კაიფობს. ხალხი შენზე კაიფობს. თავარია შენზე ხო არ კაიფობს ლორენსო? ჩემზე არ კაიფობს. ხალხი შენზე კაიფობს. ლორენსოვის ლორენსო თორ ჩაგიშხამა და გველზე დამკნობილი მორიელი არ გააცოცხლა და ქართველი ხალხი არის ძენი, რაც არ უნდა, მე უკან არ ვიხებ. ხო და ინახო რომ არ ვიხებ უკან. ბოროტება სიკეთეზე ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს. ანუ დღეს ბევრმა ზრდილობის გამო მომილოცა. კი, იმიტომ რომ წინაზე გავაჟღერე მე ეს ყველაფერი. წინაზე გავაჟღერე მე ეს ყველაფერი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ზრდილობის გამო მომილოცა. კი? ლორენსო ნახე ყველაზე დამშვიდებული და ბედნიერი შენ უნდა იყო ამას. ბედნიერი ვარ, პროსტე გული იცი რაზე მწყდება. არ დაგწეს გული შენ. გული იცი რაზე მწყდება, რომ ადამიანს შური და ბოღმა არ უნდა კონდეს ესე. მარტო შენზე არ არის საუბარი. შეიძლება ადამიანმა მოირგოს ნიღაბი, რომ აი ვითომ მიხარია ამის სახში დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი სახეები, არ ვიცი ტირის ზოგი. ნიჭიერი მინახავს, მაგრამ თან ბურთს თამაშობდეს და თან ჩხუბობდეს. თან ფსიქოლოგიურ ფრაზებს ისრიდეს, სასწაულ ფენომენთან გვაქვს შეხება და გონი გვიმალავენ. და ამ მოძრაობებით და დილის გამახურებელი ვარჯიშებით, რომელიც გულისხმობს, ამით რეიტინგს ვერ დაიწერ. ხალხს უყვარს გულწრფელობა, ხალხს უყვარს პირდაპირობა. საბოლოო ჯამში ბონდო იმ შედეგს მიიღებ, რომ ხალხი კიდე შენს ვიდეოებს გადააზიარებს. შენ გეგონება, რომ შენ ხარ უკვე ვარსკვლავი, ზვეზდა. მიხდი? მაგრამ სინამდვილეში ხალხი შენზე კაიფობს. ადამიანს აქვს ამდენი ნახვა. გიორგი პარიზი, რომელიც 4 კვირის განმავლობაში სახში აი ესე პროსტა როგორც ლაპარაკო. სახში როდესაც 4 კვირის განმავლობაში უბრალოდ იყო, ეს ადამიანი გამოდიოდა საჭმელად, აქ იძინებდა, წიგნს კითხულობდა, ხანდახან ტელეფონების საშუალება, როდესაც იყო უსასმენებში უსმენდა მუსიკას, იმ ადამიანმა ფაქტიურად ერთი და იგივე პროცენტული მაჩვენებელი აიღო. რაც მაგით რა გინდა თქვა? ამით იმის თქმა რომ მე გადაობამ გადამარჩინა. ხალხის მოღადავე ხალხმა გადამარჩინა. არა, ფაქტიურად მაყურებელი არ გიქოს ისევე როგორც გიორგი პარიზი. რომ ფაქტიურად ერთი და იგივე ლეველი არის. კარგი. შენ ძლიერი კონკურენტი გიორგი პარიზის სახით უფრო გეჯდა ვიდრე მე, გაიგე? Stay cold bruv. ძალიან მაინტერესებს ვინ მოგილოცა არა გულწრფელად და ვინ მოგილოცა ეს ყველაფერი სახელი. არა, სახელებით ასე თქვენ თუ აზრს ვაფიქსირებთ. ძალიან გვაინტერესებს ვინ მოგილოცა არა გულწრფელად და ვინ გულწრფელად. ვინც მომილოცა უმეტესობა. თქვენი მოლოცვა არ მგონია რომ გულწრფელი იყო, ისევე როგორც ბონდოს მოლოცვა. ქუთაისის მოლოცვაც არ მგონია რომ გულწრფელი იყო. აბა ვინ? მგონია რომ ლორენცოც ბედნიერია, იმიტომ რომ ხმის ლიდერი გახდა, მაგრამ რა ლორენცო ისე უკმაყოფილოა და იწყებს ჩხუბს. რა შეეხება ეხა მაგას? აი ეგ როდესაც იჯექი და ბონდო ხმის ლიდერი გახდეს. არავის მე არა გულწრფელად. რომ ბონდო ხმის ლიდერი გახდესო, ამას თვითონვე იძახოდნენ აქ. დებს ეგ ვიდეო. ანუ ვიღაცამ რო არ დამაბრალოს და რაღაცეები რომ ლორენცო ეგ ვიდეო არის მიჭრილი მოჭრილი არის ბონდოზე არსაუბრობთ ბონდოსთან ლორენცო წითელი დროშა მაგიტომ მიეცით იმიტომ რომ კოალიციაში ხარ და სტრატეგიაში კოალიცია არ არის დამსახურებლად მიიღო აქ წითელი დროშა დამსახურებლად მიიღე იმიტომ რომ შენს დამსახურებლად მიიღე და ბონდომაც ერთი წუთი დიანა მე შენს დამსახურებლად მიიღე და ბონდომაც დამსახურებლად მიიღო არა ერთხელ ეს
სტრატეგიული სვლა ლორენცოს კამზე გაგიწევს. რა სტრატეგია? დაიცადე, რა სტრატეგია გქონდა, როცა ჩვენ აქ ყველა ვცეკვავდით ჩვენ ფართზე, რომელიც ძლივსძლიობით შევკრიბეთ და ცეკვის დროს და შუა ფარფის დროს მიდიხარ ადამიანთან საქმეების გასარჩევად. რაზე ფიქრობ? ლაივზე ვხედავთ ვიდეოს, სადაც შუა ცეკვის დროს თურმე იმ მომენტში, სადაც ეს მიზანსცენა ხდებოდა, ლორენცომ წამოიწყო კამათი და სიტყვიერი შელაპარაკება სხვა ადამიანთან და ამის შემდეგ ხიპიში რომ დაიწყო, ყველამ გადაინაცვლა მოსაწევ ოთახში. შენ ჩაგვიშალე ფარტი, იმიტომ რომ მაგ საუბარი შენ ჩაშალე. შენ ჩაშალე. ჯერ ხარ ჩაუშლია. ხან ვნახე, იმიტომ რომ ჯერ არ ჩაუშლია, მსგავს რამს ლორენცო გაიკრიფეთ იმ ოთახში, ყველა გაიკრიფა და აქ ხალხი არ დარჩა და შენ მიდიხარ იქ და იცახი რომ ორი მუზას ფარტი იყო, კრახიო, არც ხალხი არ იყო და არ წელოდა. გაიყვანე აქ ვაკაცი იყოს უმუშო. და შენ რატო არავინ არ მოიყვანე, ლორენცო, შენ არავინ არ მოყავს, რატო? შენ რო გახდები ბოსი და შენ რო გექნება ფარტი, არავინ არ მოვა მაშინ. არავის არ მოიყვანთ მაშინ. აი, თვითონვე აღჟღერებენ. მე არ მოვიყვან არავის. თვითონვე არ მოიყვან, იმიტომ რომ შენ არ დაგვიჭირე. შენ მხარი არ დაგვიჭირე. მე არასოდეს არ მომყავს ივენტზე რა. იმის მაგივრად, იცი რა, იმის მაგივრად რომ ეს ლორენცო რა მიაღწია? ლორენცო იქით გვამშვიდებს. იმის მაგივრად რომ ეს ცეკვა და ფარტს კარგად ჩაევლე შენ შუა ცეკვაში. ანუ ადამიანს როდესაც ადამიანთან მივედი მე გავედი სიგარეტის მე შაშوارი აი სადაც სამბა ჩაგვიშალე ფარტი და მე გავხდი და გამომეცეს იმპაქტო კოალიციაში მე ჩამეშლია გაბრაზებული ბავშვი ფარტი ჩამეშლია მე თავიდან ბოლომდე კრახი რო იყო ფარტი მე ჩამეშლია იმიტომ რომ კამათი დაიწყო მაგით მაგ კამათის მერე ლორენცო ხალხი გაიკრიბა და ხალხი გაუშვეს სახში და ფარტი ძალიან ჩქარა დამთავრდა. რომელი კოალიცია ერთი მე აქ კოალიციას ვერ ხედავ და თუ რამე მართლა რა წითელი დროშები ვის უნდა გადასცეთ ვის არა ერთმანეთს მეორე როგორც თუთი ყუში მთელი კვირა როგორც აი პატარა ბავშვს როგორც ბუტია ბავშვს ეგრე ხან იქ გავყვები ხან აქ გამოვყვები დავსდებ აბა რა გაგიკეთო ლორენცო მოდი საჭმელი მოგიმზადო მოდი ის მოდი ეს აი რა ლორენცო რა მართლა და მართლა შენთან ლაპარაკი არის შეუძლებელი რა დამშვიდი დიანა არ ვიყვიროთ მე არ გიყვირი ვარ ასე შემდეგ მშვიდად ვისაუბროთ ამ დროს სურიკო და გუგა ჩვენ ვართ ორი მუზა ჟურიკო და გუგა სად არის ჩვენი ჟურიკო და გუგა იდეაში სად არის ჩვენი ჟურიკო და გუგა მე ხო ბოროტ მოქმედი ვარ მე ხო რაღაცა არ ვიცი ალადინიდან ჯაფარა ვარ სად არის არ ჩანს ჟურიკო და გუგა მუზებია ცუდად გამოფხიზლდით მეგობრებო ნუ кайფობთ გოგოების ემოციებზე stay cold არ შეიძლება კონფლიქტი და სიტუაცია არა დამსახურებული იყო შენთვისაც დამსახურებული იყო და მარისთვისაც დამსახურებული იყო გასაგებია არაფერიც არ გაიწირე შემშვენიურად ესე იგი გჯეროდა რომ რა შემშვენიურად გჯეროდა ესე იგი რომ დარჩებოდი პროექტში არა მე არ ვიცი გულშემატკივრები ხო ყავს არა ვიცი რამდენი გულშემატკივრები ყავს რა ვიცი ეხლა ძალიან თამამად იძახა მადლობა სუხდიდი ყველა ჩემს გულშემატკივარს. შემდეგ გუგა ადგა და ზრდილობის გულისთვის სიტუაციას ვითომ განმუხტვას შეეცადა, მაგრამ სინამდვილეში პირველი კვირიდან პირველი დღიდან გაწყნარებთ და გეუბნებით რომ დამშვიდი და კოალიციას თავი რა. გისმენ. კითხვას დაგისვა ესეც. თქვენ ყველა მონაწილესთან იგივე ტიპის დამოკიდებულება ერთნაირი ხო არ აგებით? მერე რა აქ მოსვლის პირველივე დღიდან ლორენცო გამოირჩეოდა თავის რთული ხასიათით და ჩვენ იცის მაყურებლებმა რომ ყოველთვის ცდილობით მხარი დაგვეჭირა და რაღაცნაირად გაგვემხიარულებინა, გაგვეხალისებინა და რამდენადაც შეგვეძლო მის გვერდით ვიყავით. ერვებს გვიშლი, იმიტომ რომ ყველაფერს ატრიალებ. ატრიალებ. ზრდილობის გულისთვის მოლოცვა იყო დღეს მეტი არაფერი. დღეს იყო ზრდილობის გულისთვის მოლოცვა. აუშნო. ფაქტები შენ დაამახინჯე მაშინ, როდესაც თქვი მარიამთან მხარი არ დამეჭირეთ. მე ზრდილობის გულის
მე არაფერს არ გავაკეთე. რომ შენ გამოთქვი ის აზრი, რომ მარიამი იყო არასწორი. მე ეს გამოვთქვი და მხარი ვის დაუჭირე? ეხლა კიდე იძახი რომ გამიგეთ თურმე. შენ ჩვენ როგორ უნდა ეგეთი გადაატრიალეთ, გადმოაწმიე. მარიამს დაუჭირე. როგორც მარიამს და მარიამ შედეგი, მარიამს რვაკაცი, მარიამს რვაკაცი აი ესე еді. მარიამთან სხვანაირად მოიქეთ. იმიტომ რომ მარიამს რვაკაცი იყავით მისი. მარიამთან სხვანაირად მოიქეთ. რაც უფრო ბევრი ჯერ გაიმეორებ გამყარდება არგუმენტი. ვიქცევი. არასწორად მოიქეცი მარიამთან. მე არგუმენტებს ფაქტები. ერთი და იგივე სიმეორებ. ჩემს და მარიამს შორის მარიამი აირჩა. დადიხარ და ერთი და იგივე სიმეორებ. მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდებოდა მხარდაჭერა, ლორენცო ჩვენს გვერდით არ იდგა და ეს ძალიან გულის სატკენია. ერთი წამი კითხვა მაქვს შენთან. როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვი ამ ადამიანების მიმართ. აქ როდესაც წრე შეიკრიბა, მე საჯაროდ დავაფიქსირე თუ არა ის აზრი. არანაირი წრე არ ყოფილა, ლორენცო მე მარიამი მართალი. ოთახში და გთხოვე, ლორენცო გამოდი და ყველა რო გამოვედი, მაგის მერე, კი, არ გამოსულ ხარ და ძალიან გთხოვთ ამოვიღოთ ეს ვიდეოები. არ გამოსულ ვარ? არ გამოსულ. დიანა რაზე შემოვიდა აზრი დააფიქსირაო და მხარი დაგვიჭირაო. დააფიქსირე. იქ დავაფიქსირე? ეხლა? ახლა. კიდე ითხოვება. შენ უბრალოდ აღელვებული იყავი და ვერ მიაქცია. კიდე ითხოვება, ამაშია საქმე. ლორენცო მაშინ გამოდგა აზრი, რომ არა, კითხვა მაქვს ერთს, მოდი. მარიამი მე ვთქვი თუ არა ესეთი რაღაცა, მარიამი არასწორია, პირადი შეურაცხყოფები ეგეთი თქვენთვის არ უნდა ეთქვა. თუ არა ეგეთი რაღაც მე მითხრა, რომ არა ვარ სწორი. ეს არის უმადური საქციელი. არა, ეგ არ იყო დაცვა, ეგ იყო ეგ უბრალოდ შენ დააფიქსირე. არია, აეხლა, ყველო საქმეები მეჩია. სწორედ იყო. ჩვენთან ხო გაარჩიე, ჩვენთან გაარჩიე და თქვი რომ მარიამი გასწირეთო, ბიჭო. კი, ყველამ გაწირეთო. კიდე. ბიჭო, გასაწირი იყო, კი არა და დაიმსახურა. გასაწირობაზე აქ არ არის საუბარი. გაწირვა რა არის? გასაწირობაზე აქ არ არის საუბარი. ადამიანმა დაიმსახურა და მივეცით მეთქი ის წითელი დროშა. დიახ, კოალიციაში უკვე ყველა იმდენად ავლენ საკუთარ თავს, რომ ეს ადამიანები მალე ერთმანეთს თვითონ დაერევიან. ვიცი რა მინდა გითხრა, ლორენცო. დაუკარი, რომ აი ესეთი მაგარი შენ რო დღეს აი ესეთი უმადურობა გამოიჩინე. არ უნდა გელაპარაკოს ადამიანი არ უმადურობა. შენ დღეს ისე განათლება ინტელექტუალურად. შენ დღეს გამოიჩინე ჩვენს მიმართ უმადურობა და მე არ ვიცი რომ რამდენად მადლიერი ხარ ნამდვილად შენი გულშემატკივარი. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით შენი გულშემატკივარი. ვიყავით. მე რომელსაც წითელი დროშა მიესწრე, რომელსაც წერან აბრალებდი, ეგ იყო დამსახურებული მეტი კონფლიქტი არ მომხდარა. შენ იმასაც ხომ აბრალებდი, წერან მხარი არ დაგიჭერიაო ჩემთვის მარიამ. არ დაგიჭერია. მე სხვანაირი მხარდაჭერა სხვანაირი. აი ესეთი. მე ზრდილობის გამო არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ. კარაქსაც არ ვუსმევ პურზე ზრდილობის გამო და ახლა კიდევ თუ არ გამიხარდება, მით უმეტეს არ მივულოცავ. კარგი, თუ მეხსიერების პრობლემა არ გაქვს, მაშინ დღეს კამერების გარეშე რო გითხარი რომ დამშვიდი დაწყნარი და ყველაფერი კარგად იქნება და დაბრუნდები მე. და შენ ახლა მეუნები რომ მე არ ვიყავი გულწრფელი როცა მოდი. არ იყო სტრატეგიულია თქვენი თამაში. თქვენი კოალიციის სტრატეგიული თამაში. ყველაფერი რაც შენ არ გაწყობს, ყველაფერი სტრატეგიულია შენ სტრატეგია. როდესაც მუზები ჩემთან საუბრის დროს განერვიულდნენ, იმიტომ რომ სენსიტიური გოგოები არიან და მე მათი განერვიულება არაფერში არ მჭირდება, მე ესეთი ადამიანი არა ვარ. დავასრულოთ საუბარი, იმიტომ რომ კაკაფონიაში გადაიზარდა და არც მინდა რომ არის ნერვიულობ საუბრის დროს და ინერვიულობ. რა თქმა უნდა ნერვიულობთ, იმიტომ რომ ატრიალებ ფაქტებს მიმართ. ატრიალებ ფაქტებს. მე მინდა რომ შენ წვეულებაზე არ დაგვიჭირე მხარი. წვეულება იყო კრახი, კიდევ ერთხელ ვიძახი. მე დიასასთან საუბრი წვეულება არ ჩამიშლია. ჩაშალე, იმიტომ რომ შენ დაიწყე კამათი. კამათი არ იყო ჩვეულებრივი. არ ბიჭებო, ერთი წამი კამათი იყო ბიჭებო. აქ რო რაიმე ტიპის კამათი ყოფილიყო. მე და დიასას შორის აქ შემოვარდებოდა გასი რო დაგეცა და სანამ ცეკვა დამთავრდებოდა რატომ ხო იცოდი რომ მე მივიცი რომ მე გამომეკიდა ხალხი. ხო იცოდი რომ ჩვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი იყო ხალხი. ხო იცოდი რომ ეგეთი მნიშვნელოვანი ვარ მე მომდევენ. მე მომდევენ ეგეთი მნიშვნელოვანი ვარ. შენს მიმართ იყურებოდნენ, ესე იგი მიიქციე ყურად. შენ იცო, შენ ხარ უმადური და მე არ ვიცოდი თუ ესეთი უმადური ხარ. მადლობა. მე ვარ უმადური, როდესაც დამაბრალე რაღაცეები. ეს არის უმადური საქციელი. მაგრამ ცილის წამებას ვერ არაერთხელ დაგიჭირეთ ჩვენ მხარი, არაერთხელ და მაშინ როცა ჩვენ ესე ძალიან გვჭირდებოდა მხარდაჭერა, როცა იყო დიანა, შენ გადაწყვეტე რომ მარი გაწირე, შენ გადაწყვეტე რომ მარი ისა ამასაც ვერ გააჩერეთ რა მოკლედ. გეხვეწებით დამშვიდით,
მე თქვენი ნერვები თუ თქვენი ნერვების ფასად რაღაცა საუბარი დამიჯდება არ მინდა მაშინ გავჩვენ ჩვენი ნერვების ფასად იყო ეს ცილის წამება მივხვდი ალბათ ლორენცოს უნდა რომ ყველაზე მეტი ყურადღება ჩვენ მას მივაქციოთ აი რაშია საქმე თუ ეგრე გინდოდა ეგრევე გეთქვა რა ნამიოკებს გვირტყავდა გვეუბნები ხო ხედავ რომ არ გვესმის ხო მარტო რომ თავის თავზე მიიქციოს ყურადღება ყველანაირად და იმ წვეულებაზეც ეგრე და აი ეგ ხნა ეგ რომ აი არ ყოფილიყო არავისთვის რა როლიც შემეძლო ის როლი მოგეცი რა მექნა მე საერთოდ ხმარ ადამიანმა თქვა რომ მეო არ ვიცეკვეთო და რა ძალით რამე უნდა გვექნა მაგისთვის შეჭამეთ გული მართლა რა აღარ შემიძლია კაცო ადამიანური ცხოვრება ხო შეიძლება რომ იყოს რა გაცემდი რა ლორენცო და ყველაფერი რაც შენი გულისთვის მე რო პატივს გცემთ ამ სახში ეგეთ პატივს ჩვენ ყველას წინა მე რო თქვენ პატივს გცემდით და გცემთ ეგეთ პატივს არავინ არ გაუფასურე ყველაფერი რაც კოალიციაში შეხვედით აღარ გაინტერესებთ სიმართლე და კოალიცია არა ტოროლა კი რაც კოალიციაში შეხვედით სიმართლე აღარ გაინტერესებთ მოდი ჩვენ ლორენცოს მივცეთ წითელი დროშები იცი რა ერთადერთი კოალიციის გადაწყვეტილება ის იყო რომ ხალხმა აქ ივენტზე ხალხი არ მოიყვანა და თუ კოალიცია არსებობს, მაშინ ჩვენ წინააღმდეგ არსებობს. აი ეგრე იმიტომ რომ ივენტი ჩაგვეშალა. აუტანელი ხარ, პროსტა აუტანელი. კოალიციას მხარს რატო უჭერმესი, როგორ უთხარით დიასაც ეს ყველა. აუტანელი ხარ, პროსტა აუტანელი. რა შუაშია ეგ ბიჭო, ცოტა მოგვიანე ცეკვავდი, თასთან შენ. მე არ ცეკვავდი, არ ცეკვავდი. ძალიან მაგარი ივენტი გამოვიდა. მე არ ცეკვავდი, არა. მე არ ცეკვავდი, პატივი არ გვეცი. მე არ ცეკვავდი, არა, არ მინდა. და ეგ არის. მე გავედი მოსაწევა და ადამიანს დაველაპარაკე. პატივი უნდა სცევა. ადამიანი არა მაგ. ადგე და ტაში დაუკრა ადამიანებს, რომლებიც ცეკვავენ, შეკაი ადამიანო. ვის გულისთვის? იმის გულისთვის, რომ ადამიანმა კონფლიქტი დაიწყო. რა სისულელია ადამიანმა გამოაცხადა რომ მე არ ვიცეკვებ. ნერვებს გიშლით. აი გარი ზუსტად ცილის წამება. დიანა. რო გვაბრალებს ჩვენ სპეციალურად გაუხარდეს ყველა რომ წავალთ და ყველას რომ გაყრის და ყველა ცუდები ვიქნებით და მარტო ეგ დარჩება ყველა არა ყველა ხარს ჩვენ რო წავალთ. ერთადერთი ადამიანები ვინც მხარს უჭერდა ასე თუ ისე. თინათი სხვა ადამიანს იმის მაგივრად რომ პირადი დროშა მივცე ლორენცოს გულისთვის აი ეს არის ნარცისიზმი ხალხო ზუსტად ეს არის ნარცისიზმი რა ხალმა უნდა გაუძლოს მაგას შენი ადამიანი მხოლოდ თავში ქვაუციეთ შენი ჭირიმე რა რაც უნდათ ის უქნიათ მე აქ არ მოსულვარ იმის გულისთვის რომ რაღაც ბინებზე თავი ვიკლა ამის შემდეგ არ ვიცი როგორ იქნება უნდა ბოდიში მოიხადოს და მოინანიოს ის რაც დღეს გააკეთა ნამდვილად რეკლამის შემდეგ ნახავ Baby მეგობრებო, ჯავახეს ჩათიდან, Facebook ჩათიდან გამოვაგზავნეს აი ესეთი უმაგრესი ჰუდები. ძალიან დიდი მადლობა. ამ ქვეყანაზე მოვლენილი. არ გავარ გოჭს, კურდღელი ვარ. მე რა გითხარი? კურდღელი, აი ესე. ჩემი საუკეთესო ბიჭი ხარ შე. ეს არის ფორმა გაცია გოჭი. გოჭი მაინც ჯავახა ფარად მიდგას ყოველთვის. საპარლები არიან. საპარლები ხარ და ეს ყველაფერი ისე მაბედნიერებს მართლა და ისე ახარებს რომ აი უბრალოდ მოწყერის საშუალებას არ აქვს 3 დღეა მანებიურებთ ესეთი რაღაცებით არ ჩავხსოთ მარია საპარლები არიან დავაი უცებ ესე გადავიცვათ ეგრევე ეს კაბაზე გადავიცმო პირდაპირ ესე ლაივის კაბიდან ეს მაგრა დავიოს ეს საჩუქრები ჯავახეთ ჩათიდან თქვენ და თქვენთან მხოლოდ ერთი თხოვნა გვექნება ქორწილს სტენკის დათმას არა ვთქვათ უბრალოდ ერთმანეთს გაუფრთხილდით. აი, თავარი სიტყვა ერთმანეთს გაუფრთხილდით. მე ამ პროექტს სანამ ვიქცევი მანამდე ჩათვალე რომ შენ არაფერი გემუქრება ამ პროექტში. გულით ვაკოცი.
ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიე მიგზავნა ყვავილებს იცი მე ის გავიაწვე რომ მაგ ადამიანს საიჭვიანო და გასაბრაზებელი არაფერი არ მჭერს ამიტომ აი ესე გადა მაგრამ ეხა იცოდე რომ რაც ლაივზე გითხარი ზუსტად ის უნდა გაიაზრო რომ მარტო მე მეკუთვნის შენთვის ყვავილების მოცემა სხვა არავის თაიგული არასდროს მიჩუქნია გოგოსთვის და შენ ხარ პირველი ვისაც ყვავილი ვაჩუქ ვაფშე პირველი ვარ და უკანასკნელი არ მოველოდი მართლა ჩემი ხო ხო რატო არ მოველოდი ვერ გავიგე ზედ გეხვევი გოგო ყოველდღიურად აქ ვარ იმაში ხან საჭმელი მოვა ხან სასმელი მოვა შენთვის და ვაფრქვევ შენს მიმართ ყველანაირი სიმპათიას რასაც კი ეგრევე მიჩნდება ეგრევე პირს ვაღებ გეუბნები გელაპარაკებ რანაირად არ ელოდი ამ ყვავილს წავედება წახვედი მე წამიღე შენ წაგიღო მე წამიღე We were just 17, chasing all our dreams and making memories. Oh, we were just 17, trying to make our lives feel like the movie screen. Oh, as the years went by, I tried my best to get that summer off my mind, but not this time. In my dream, we're still 17. არა ჩემი სათამაშო არ გქო აი გონია პატარა თუ შეიძლება შუქი ჩაგვიქცე შუქი რო ჩაგვიქრათ მადლობა ზელინებისა ყველას ბაი ჩავა მეზეს გისურვებ ჩემო